საქალაქოში თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. როგორი იქნება ოცნების განაჩენი პოლიტპატიმრების მიმართ? მოლოდინია, რომ გადაწყვეტილება დღესვე გახდება ცნობილი. პროევროპული აქციების მონაწილეები პროვოკაციის მოწყობის შედეგად დააკავეს. ლიზი ვეკუა გვიერთდება მიმდინარე სხდომის დეტალებით. Diahoka, am წუთებში მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას სასამართლოს სხდომაზე რეპლიკების ეტაპია, რამდენიმე წუთის წინ დაასრულა დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის თქმა და ასევე დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა პროკურორმა. თავდაპირველად საუბარს დავიწყებ, თუ რა თქვა პროკურატურამ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე. პროკურატურამ შეიძლება ითქვას, რომ ვიდეო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოსთხოვა მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულებს ახლა უკვე გარდაცვლილი პირის მიმართ ბოდიშის მოხდა შეეძლოთ და ამის შანსი მათ დაკარგეს, მათ ფიზიკურად იძალოდეს ბექაგოცირიძეზე, ამიტომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პატიმრობას, რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარე ცხადია ეწინააღმდეგება იმ წარმოთქმულ სიტყვას, რომელიც დღეს პროკურორისგან მოვისმინეთ. ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულებები, პირიქით ბექაგოცირიძის ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ყველაფრის საფუძველზე აბსურდული არის ამ პირების თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის პატიმრობა. ბექაგოცირიძემ თავად თქვა, რომ მას არ სურდა ამ პირების პატიმრობაში ყოფნა და არ მიუღია რაიმე ისეთი დაზიანება, თვალსაჩინო დაზიანება მათი მხრიდან, თუმცა სასამართლომ ამ სხდომაზე არ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება და მაინც დატოვა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში. საინტერესოა შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას დღეს მოსამართლე და რა განაჩენს გამოუტანს ორ პროევროპული აქციების მონაწილეს, რომელსაც 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მას ასევე მიუთითა, რომ მას ფიზიკური დაპირისპირების დროს რაიმე საგანი არ გამოუყენებია. შემდეგ აღმოაჩინა, რომ დაპირისპირების დროს დაკარგა დანა, რაც შემთხვევით დაასრულა, რაც ედო ჯიბეში ყოფით ნიადაგზე გამოსაყენებლად ამოქმედი ფაქტი მას შემდგომში აღიქვნა და ასევე მიუთითა, რომ მას დაპირისპირების დროს დანა არ გამოუყენებია და ის საერთოდ ჯიბიდან არ ამოვიდა და არც ახსოვდა, რომ მის იგი ჰქონდა ჯიბეში. არის უსამართლო და უკან. ერთი ნაკაცის კი არ აქვს ვერტოზის მიღებული აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ისე მოახერხეს და დააწოვინეს ტერიტორია მას. ასევე მას სასამართლოში მიცემული ჩვენების დროს განმარტა, რომ დიდი არაფერი მომხდარა, მხოლოდ ორიგინალური მოსშენებით. ამისთვის თქვენ საშუალებას იძლევა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საქმეშია მოცემული, რადგან იმ შემთხვევაში თუ მათ ინდომებოდათ, გაწვევებოდნენ ბექაგოცირიძეს, ამის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა მსგავსი არ მომხდარა, რასაც თავად ბექაგოცირიძეს ადასტურებდა. მოდი მაშინ დავსვათ კითხვა. თუ ადამიანების ინტერესებსაც გარდა სახელმწიფოს წარმოადგენს პროკურატურა, ამბობს, რომ ის ვერც სისხლის ალყის დანაშაული ჩადენილი არ ყოფილა. ის თვითონ ინანიებდა მის ქმედების ნაწილს, ვის წილ პასუხისმგებლობას, ვის წილ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პასუხისმგებლობას იღებდა, ინანიებდა ძალიან ის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია. რეპლიკების ეტაპის სხდომაზე დასრულებულია და ახლა თორნიკე თოშხუა სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვის უფლებას იყენებს. ცხადია ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით, თუ რა სიტყვის დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე თორნიკე თოშხუა სავარაუდოდ ამ საბოლოო სიტყვის შემდეგ, რადგან მინდია შერვაშიძე არ აპირებს საბოლოო სიტყვის თქმას, მოსამართლე გავა უკვე სათათბიროდ და დღესვე გვეცოდინება, თუ რამდენი წლით გაუშვებენ ციხეში ან რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე.